ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia, ძალიან მაგარი მოქოქეს USA to Georgia. საბრიძიდან დაიწყეს ტვიტების ჩამოტანა. გამარჯობათ მეგობრებო, არ გავწერებო კარგად. გამარჯობათ. ახალი წელი მოდის ბატონო დავით და წავიდეთ და ღირსეულად შევხვდეთ. უღირსად შევხვდეთ, არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ღირსეულად შევხვდეთ, წავიდეთ. ჩვენ თან ვართ ეხლა ტყეში, თოვლი მოგვივიდა ესეთი. დავანებოთ და თოვლი არის. დიდი თოვლი არ არის, მაგრამ ნუ მესვეგეთ რაღაცას. ხო და ხოქში მივიდეთ, ცეცხლი გვინთია. გამზადებული ყველაფერი და გავაკეთოთ სვანური კუბდარი. აი ესე ჩავიდით. დასახე და ნაჩაო ისე. სადმე ჩავარდე თუ იაჩაო. ხო და აქეთ გამოდი. то გაკონტ ესეთი შეცხლოვანი ისე მოხდა. ბატონ და თოცივა მაგრა და აი ერთ რამეს გეტყვით რა. რა ძალიან მაგარია შორიდანო შობლიური კოხი და ცეცხლი და ის რო გამოდის რა ქვია. სიტ მოდი. ხიდათ თოვლი ისია გაყინული რომ აი ჭრაჭაჭრუჩი გაუდის კი არც ადნება და ერთ რამეს გეტყვით რა გავაკეთოთ კუბდარი ახლა და კაი ღვინო გვაქვს კუბდარი გვაქვს ბატონო დავით ხო და ახალი წელი მიულოცოთ ჩვენ გავამწელით და კაი ხალხს წამოდი ეხლა აუ შეგიძლია უბრალოდ პირეთი აბა გავიყიდით გავიყინე მაგრა მოდი ხა გავიხატოთ ეს აჰა ბატონო დავით იქი დაჭიქირა ცოტა რა ეხელთათმანების ხო სადღაც აი ჭიმში ვიყონე ჩაიდანი შემოადგე კუბდარი გავაკეთე ჰა ჩაიდანი შემოადგე კეცი გაცხელდეს კუბდარისთვის ჩაიდინისთვის მერე ვიწვოთ კარგი ეხლა მე სვანი არა ვარ და ბატონო დავით ჩემ და სანაცვლოდ სვანეთში ნამყოფიც არა ვარ არც მაგრამ ისე გემო ხო გვაქვს ხო გვჯერა რომ კუბდარი მაგარი საჭმელია მერე რა რომ ახალ წელს ზოგი იძახი საცივი ესაო ერთ რამეს ვიტყვი რა რაც ყველაზე გემრიელი და ჯიგარში გიждდება ახალ წელს ეკუნდა ჭამო ხო ეგრე კოზინაკი გვაქვს ჩიჩილაკი გვაქვს ღვინო გაქვს ცომი გაქვს დანა გვაქვს კამფეტები გვაქვს და რაც ჩურჩხელა გვაქვს ფიფანის გაკეთებული დანა მოვლეს მეგობრებო ახალი წელი მოდის ნელა ესე ნაბიჯ ასე რომ ჩვენ დავიწყოთ კუბდარის გაკეთება ხორცი უნდა იყოს საქონლის და რაც შეიძლება წვრილად უნდა დაჭრათ რა არა ისე არა რომ ფარში იყოს ფარში იცი არა ბატონო დავით კი აბა რა დამუშავებული ხორცია დამუშავებული გატარებული ხორცია ეს რასაც ახლა მე ვაკეთებ არის დაკეპილი ხორცი ხანჯლით იქნება თუ დანით იქნება თუ რაც იქნება წვრილად უნდა დაიკებოს და აი ახლა ამ ხელა ნაჭერი მაქვს ამ ხორცს დავკებავ ნელა და ანუ მოკლედ ბატონო დავით ახლა მოდის ნელა ახალი წელი და ჩვენი ამოცანა რა არის აღნიშნოთ არა აღნიშნოთ თავისთავად მაგრამ ზუსტად იმ დროს მოვასწროთ როცა კუბდარი დამზადება ცხელცხელი მოვიტანო და თქვათ 1 2 3 და ახალი წელი მოვიდა
ეხლა 3-2 სვანები ნუ დამცინებთ მაინცა და მაინც შეიძლება რაღაცა ტექნოლოგიას ორ, ჰა? ჩვენ არ ვართ ნაყოფები, არ გვიჭამია ჩვენები. ჩვენ სვანეთში განა წავალთ. ჩვენ სვანეთში ჩავფრინდებით. მე კაი. აი ესე წულა დავჭრი ეხლა იმ თელ ხორცს. კეცი მიდგას, ვანუ აჩვენე. კეცი მიდგა რომ გაცხელდეს კარგად. ცომი ეხლა რო თქო მე გავაკეთე მეთქი არა ვიყიდე. ხო და აი ამას დავჭრი, ხორცს გავამზადებ. ხახვი გვაქვს დაჭრილი, უცხოსუნელი, ქონდარი, წითელი წიწაკა, ხმელის უნელი, კიდე რეებია ვანო. მოკლედ ეხლა რაც სვანეთში სანელებლებია შეიძლება რაღაცა გამოგვაკლდეს, მაგრამ ქართველები აი პირის პატივისცემას რასაც ვეძახით, ყველანაირი სუნელი გვაქვს. ჩვენ ადრე გადაღებული. რა? მე ისე რა ქვია, კუბდა. ხო, მაგრამ მაშინ აზმაგი და ქონდა რაფერი, გახსოვს მუხლებზე რო გადავიღეთ? კი. არა უშავს, ეხლა ახალი წელი მოგეს, ეხლა ხო იცი? ტყეში ოჩოპინტრე დადის. იცი შენ აი გა? არა. იცი ვინ არის ოჩოპინტრე? არა. ტყისულია. ბერძნულად პანი ალბათ რა. ზოგ ცუდ ადამიანებს ოჩოპინტრე აშინებდა. ჩვენი შემშინებელი არ არის. ოჩოპინტრე ჩვენი ძმაკაცია. მაგრამ ისე ადამიანს რო შეხედო, ისეთი ტიპია რა, ოჩოპინტრე, ტყისულია. ასე რომ ცოტა ტყეში ყოფილა ღამე. მაშინ შესასინებელი. შესაშინებელი. შესაშინებელი. არა. ბევრია. თუ გინდა გადი ტყეში ახლა მარტო, სანამ მე ამას დავჭრი. და ტყეს ყური დაუგდე და ნახირანაირი ხმები გამოდის. ჩანჩქერის ხმა იქნება. მარტო ჩანჩქერის არა. აი ძალიან გულით უნდა მიაყურადო, რომ ეგ ამბები გაიგო. ტყე ღამღამობი თავისი ცხოვრებითა ცხოვრობს. მით უმეტეს ახალი წლის დამდეგს. საოცრებები ხდება ტყეში. ისეთი რამე შეიძლება ნახვან მოგელენოს, ან დაგეზმანოს, რომ რა ვიცი რა, სასწაული. ალბათ. ხო და ეხლა მოდი, მაინცა და მაინც ნუ გახვალ. იარაღი იგი გვაქვს, მაგრამ იქ ისეთი რაღაცა შეიძლება დაგხვდეს, რომ იარაღმა არ გიშუროს. ერთადერთი იცი რა გიშუროს. ფიჭის გადაწერა და ჩემ გვერდზე ყოფნა. ისე გარეთ არ გახვიდე. მარტო. თორე ხო იცი რა, მგლის ისაო რა ქვია, მშობლის წინ მარბენალ ბატკანსაო, ან ცალკე ხორცყრი ჩაცალგე იმას, ქონს? არა, უყურებ ჭრი რა გინდა კაცო. როცა ქონია ხორცს, უნდა დაიჭრას ძალიან წვრილად, იმიტომ რომ გაკეთების დროს და ჭამის დროს ისე წვრილად უნდა იყოს დაჭრილი, რომ პირში არ უნდა მოხვდეს რაღაცა, რომ ჩაღეჭე და რამე არა. ეს ქონი რაც აქვს უნდა დადანეს. მოკლედ ახლა მე ამას დავჭრი და მე შეუდგები იმის გაკეთებას. ცომის, არ ცომის. ჩვენ ახლა რა გვაქვს, იცი? შეჯიბრი გვაქვს დროსთან. ხო, ახალ წლამდე მოგვასწავლეთ. ხორცი დავჭერი აი ესე წვრილად რა. აი ესე. ნუ მოგეთ ლუკმა არ უნდა იყოს დაჭრილი რა. ხო, დიდებიც არ უნდა. ხო, ახლა მე მეტი აქ საშუალება არა მაქვს, რომ ამაში ახლა მეაურევ. აი ეს ხავხს. ხავხი ბლომად უნდა ნუ დაინარეთ, იმიტომ რომ ხავხმა უნდა გაუშვას წვენი. და თლიან დრო ჩაყარო პირდაპირ ვატაკო. ესა? არა, აი ხავხი ყველაფერი ხომ უნდა ჩაყარო ახლა. ნერი? და პირდაპირ ჩაგეყარო. აჰა. ხო. კულტურის ამბავია შვილო, თორე შეგიძლია საცალკე ჭამო და მე მუცელზე ხელი მოიწო და თქვა რომ შენ მოიტამარილი დამიყარი ამაზე. ამას ცოტა დიდი ჯამი უნდა შვილო რა. რომელიც არ აქვს, ჰა? მითხარი როცა გავჩერდეთ. არა, ბლომად დააყარე, ხელით ამოიღე. შემახედე. დაუშვი. კიდე, ამანახე რა სუნი გაუშვი. კიდე? ნო, მოშ. მიდი. კაი. ეხლა ეს ხელში უნდა კარგად მოიჭმოჭნოს, რომ იმან რა ქვია,
წვენი გაუშვას. ძალიან რთულია ბატონო დავით, როცა არა გაქვს ეგეთი რაღაცები, რასაც ქვია დიდი გობი. არა მარაუშავს. ვიდეოების გადაღებაში მიგეხმარება. USA-ის ჯორჯია და ლუმექსი. ლუმექსი ბავშვების დაცვა. შენ ხელა ტიპების დაცვა არის. პრინჩობი? პრინჩობი აი ესეთ რაღაცებს აკეთებს. თუ იყიდით აი ესეთი რაღაცა, თქვენ ბავშვს უყიდეთ, ან ჭიქა უნდათ, კეპი უნდათ, ასე შემდეგ. ვიდეოს განხილვაში იქნება ბავშვების ოხშენი, ბავშვების დაწვევაც და პრინჩოპის მშვენიერი საიტი, სადაც შეგიძლიათ შეუყვეთოთ კეპები, მაისურები, ჰუდები და თქვენ რაც გინდათ თქვენი ფოტო შეგიძლიათ ამოვიდეთ. კი ბატონო. არა, ეხლა ჩვენ მაგაზე ყურადღებას ვერ გავამახვილებთ. ჩვენ საახალწლო მისია გვაკისრია. მოდი ეხლა ესე იყოს. სომი უნდა. ხო. ესე არის ფიქრობთ რომ ხახვი ბევრია, იმიტომ რომ არ არის. არა, ხახვი ზუსტად იმდენია. ისე რა მაცინე ეს ბატონო და ეს მაცინე სომი ჩემი არ არის რა. საერთოდ სომი ვიყიდეთ მილიონჯერ ვთხარ. მეთქი ფხული ჩამიყარა. კი, ფხული ჩაგიყრი და ბოლოს გამოდგა რომ არაფერით არ ჩამიყარა. მაგრამ არა უშავს. აი ესეთი რაღაცა უნდა გააკეთოთ რა. მაგრამ იმ არაკითის ინდისერმა ფხული არ გამოგვატანეს რა. ამიტომ ჩვენ აი ესე გადავწყვიტეთ რომ ფხულის გარეშე გავუკეთოთ გული ამას. ბატონო დავით. ალბათ კიდე უნდა. კიდე უნდა კი არა, ამას თუ გავუკეთებ. ორე ესე. ალბათ ძალიან კომიკურად გამოვიყურებით სვანების თვალში, მაგრამ ახალი წელი რა ხდება ბატონო დავით, იცი? ახალი წელი ეს. არა, ხო და რა ხდება ეს ახალი წელი, რას ნიშნავს, იცი? ახალი წელი რო ის. მაგაზე აბა რას ნიშნავს? რაღაცა საოცრებები ხდება რა. ჩვენს გარშემო. მართლა. შენ არ იფიქრებ იწუთით რომ საოცრებები არ მოხდება. როგორც კი იფიქრებ რომ საოცრებები აღარ ხდება, გამიგე, მართლა არ მოხდება საოცრებები და ყუბდარი არ გამოვა. და რა გამოვიდა? შუაში ნახრეტი უნდა ქონდეს ყუბდარს, აი აქ. იცი რატო? ეს ყველაფერი ადუღდება და გაკეთდება. აი აქედან უნდა ამოვიდეს რა. გაიგე? კი. ამ თავარია რომ კეცის ფორმა მივცეთ. ეს უნდა მივაწებოთ ერთმანეთზე როგორც რა. მოკლედ აი აქედან გავიგებთ რა იაღლიშსა გურდება და ეხლა ბატონო დავით შენი დედავოტირი ესე ჩავდოთ გამოწილი ხარ ამაში? არა, ყუბდარში არა. პირდაპირ ვაღიარებ რომ ყუბდარი ჩემი ის არ არის, რა ქვია, სტიქია. ზოგადად სომი. ზოგადად სომიც არ არის ჩემი სტიქია. ისე რბილი რაღაცები მიყვარს, მაგრამ სომი მაინცა და მაინც არა. ეხლა ეს დავდოთ ესე. გადავკრათ. ეს არ უნდა მოვატრიალოთ რა. ეს ჩანს. აი ესე. და ზემოდან ამას ჩვენ დავადებთ. თუნუქზე დავაყრი. იმას რა ქვია? ნაკვეთ ხალს. რო ზემოდანაც მეუხვდი მე. ხო, ორმაგად რო შეიწოს რა, აი ეს. მოკლედ ეხლა ეს დავდოთ და ვნახოთ. ეს ყველაფერი ზემოდან თუნუქი დავადე. და ნაკვერჩხალს დავაყრით. ნაკვერჩხალი გამოვიდოთ ღუმელიდან და ზემოდან დავაყაროთ. აი ეს. ეხლა ზემოდანაც გაცხედება და ქვევით. წესით ზემოდანაც, ხო, ეს იცი როგორ ეფექტი ექნება ბატონო დავით? არ ვიცი. აბა როგორ? არ ვიცი თქო და. ამას ექნება ეფექტი, რომ ღუმელში ჩავალაგეთ
ტემპერატურა იქნება ზემო და ქვემოდან. და Რაღაც დრო უნდა, იმიტომ რომ ხორცი შიგნით ჩაიხარშოს. აი ესე. გადავასწოროთ და დავენოთ. მოგეთ მეგობრებო, აი ესეთი რაღაცა გავაკეთე, იმედია რომ გამოგვივა რა. იმედია. ხო, თავს ვერ დავდეთ, იმიტომ რომ ეს ცომით გაკეთებული საჭმელები ჩემთვის ძალიან საჭუჭმანოა რა. აი ეს. თულით არის ზოგჯერ. არა, როცა ეგეთი სამზარეულოში ხარ, ალბათ არ არის. სამზარეულოში ხარ? ჰა? თუ სამზარეულოში ხარ არ არის თული. ხო. მოკლედ ესე დავალაგოთ ეხლა, დაველოდო და ვნახოთ რა გამოვიდა. და რაღაცა ნელა მოდის, ჰა? შუშუნები ხო გაქვს? როგორც კი კაი, იწყებ და იწყებ. ბატონო დავით, აბა გადმოვიდა. ჩვენი კუბტარი გაკეთდა მგონი რა. გონი? მე კეციდან არ გადმოვიღებ. გაიგეშენა. აბა. აიცა. როგორია? მაგარი. უნდა ეხლა ახალი წელი დავიყენოთ. თუნდა და. ნამდვილი კუბტარი ხაჭაპურივით არ უნდა დაიჭრას, გაიგეშენა. აბა. მოვიდა 2 წუთში ახალი წელი. აჰა, დაანთე სანთლები. ზოიძახის არ შეიძლება ვასწროს ანთებელი. ვინ იძახის კაცო? ბევრი იძახის, მაგრამ მე არ ვეთანხმებ. აღვივიძახ რა. აი, დაანებთ. ეს აი აქედან მივაბათ. ეს ანთო? არანთო, ჯერ ახალი წელამდე დარჩა ზუსტად წუთა ნახევარი. ღვინო შეგვიძლია ავხატოთ. ეს არ გვინდა, ეს იქით დავდოთ. ნამდვილ კუბტარს როგორც გამიგონია, ხაჭაპურივით არ აჭრიან რა. აბა. ხლა გეტყვი როგორც აჭრიან. აი ნახე. რანაირი გახდა? შიგნით სულ ჩაიხარშებოდა. ჰა? წარმოგიდგენია? მე რო შევჭამთ. ეგ მთლიან ცომი ამოვიღო და წვენს თუ გავუშვებ და პურს ჩავაწობ და რა გემრიელი იქნება იცი. ოღონდ ეხლა რა მოხდეს? აუ, წონიანია. ამას. ეს პოზით უნდა ჭამ. პოზით რატო ბიჭო? ჩანგალი ხო გვაქვს? წონიანი. აბა უყურე. ეს თუ კარგ ვახ, ეს რატო ვერ გავჭერი? ეს თუ კარგად მოიქეცი შენს გაჭამე. აი ესე. აი შეგინდა რა არის. ანუ ჩანგალი იქნება შენი მუხლები ჭირიმე რა. უიმე. რა არის ხელი მოგიდე? ნახე შიგ. რასული აქ. წვენი გაუშვა. ალობა. აბა გავსიჭოთ. აბა. ხახვის გამოც აქ. წარია. ეგ უნდა მეთქვა, პილპილი მოგვივიდა მგონი მეტი. მაგრამ ორი რას გეტყვი? სამეგრელოსთან ხუახლუ არის ისა. რა ქვია? სვანეთი. გადმოიდა რა. ხილი მიაყოლე შეგინდა. არ გინდა? მოდი ამ ჭიქით. ახალ წელს გავუმორჩოს. ამინ. 2026 წელს. ვერ წარმოვიდგენდი რომ ხანდი მოვახცევდი. გაიგეშენა. მაგრამ მოვახციე. ღმერთმა სულ ნაცარში უმყოფოს რომ ვინც ვერ მოახციე და ღირსი იყო ახალ მოსულს. ჰა? პური. პური არ არის ესა ბიჭო სულ. ამას ვარ ჩავაწობ საჭმელის გემოქონდეს იმას. მე რა ზემოდან მოატეხი მშრალი პური. რა პრობლემა. პოტა ფრთხილად ქენი. უკვე დროა მაგდეს მივხვდი კაცო. ცხელია.
თან ეს რომ კაი იყოს ცოტა. ხო რა, თავარი აქ რა არის? ხო უნდა დათვრე მაგას სიმბოლურად. დაგლოცავთ, გაგიმონტოს უყოლას ღმერთმა ჯანი მოგცეთ, ხვავი, ბარაკა, რა ვიცი. აი ამ კუბძაზე ნაკლების ფუთა არავის არ მოგცეთ. დანარჩენი კიდე რავი. ანთი ხა უკვე მოვიდე ეკამავთ. დალოცული ეს. ვერა. ვაშა გაუმორჯოს ახალწეს კილოცას უყოლას მრავალს და ეს არის. ეცადე რომ მიარდავს. აუ რა უნდა მეთქვა რომ მთელი წელი ესე გავიდა რომ კი ასო არ კასავით ანათებს. და რა ვიცი სანამ თქვენ მე მოგბეძები და მე კიდე თქვენ ერთად ვიქნები და ტრების გულის გასახადად გაიგე შენო რა საკეთებ მე ჩავაგდე. შენ ჯობია ყუბდას დაეწავა წარია. არა. ამიჯი არ მაი ყველაზე მაგრა იცი რა უნდა გავაკეთო. რა ორი უნდა მოიდე, ხო ბოლო უნდა იპოვო და უნდა ჩააწვო. აი მოდეხე კაცო აი კარგად ბრძანდებოდი და ამ 2026 წელს კიდე ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს და რა ვიცი რაღაცა პროექტებიცა გვაქვს. მე-6 წელი სრულდება ჩვენი არხის. მე-5 დაიწყო. მე-5 დაიწყო. 2020 ხო დავიწყეთ. მე 26 დაიწყო. მე-6-ში გადავიდა. მოკლედ, რა მნიშვნელობა? ეს წელი კიდე ერთად გავატაროთ, კარგად იყავით. შემდეგ ვიდეომდე და შემდეგ ახალ წლამდე. ჭამდა, მაგრამ მაგალითად.